Koalitsiya ცვლილებებისთვის ავრცელებს სოციალურ ქსელში განცხადება, სადაც საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ ტყიბულის მაღაროდან 40-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით და როგორც კოალიცია ცვლილებებისთვის აცხადებს, მათ შორის იყვნენ როგორც მათი ამომრჩევლები, ასევე მათი წარმომადგენლები და პარტია აცხადებს იმას, რომ ისინი მზად არიან მხარი დაუჭირონ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ მაღაროელებს და ამავდროულად აცხადებენ იმასაც, რომ რეჟიმის მხრიდან მსგავსი უკანონო ადასტურებს იმას, რომ თანდათანობით სუსტდება ეს რეჟიმი. ამავდროულად პირველმაც იგივე თემაზე გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარი არის იმაზე, რომ არაერთი მაღაროელი საუბრობს იმაზე, რომ ხელმძღვანელები მათ უკრძალავდნენ ევროკავშირის მხარდამჭერი სტატუსებისა თუ პოსტების გამოქვეყნებას. ამავდროულად ერთ-ერთი მეშახტე წერდა იმასაც, რომ ხელმძღვანელობამ მას ის სწორედ იმიტომ გაათავისუფლა სამსახურიდან, რომ ის აქვეყნებდა ქართული ოცნების მაკრიტიკებელ პოსტებს სოციალურ ქსელში. ასევე თბილისის მერიიდან გაათავისუფლეს გიგა სოფრომაძე, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი იყო 2016 წლიდან და ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ხელი მოაწერა განცხადებას, სადაც ემიჯნებოდნენ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას შეაჩეროს მოლაპარაკებები ევროკავშირთან 2028 წლამდე. გიგა სოფრომაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ის საუბრობს იმაზე, რომ 8 წლის მუშაობის შემდეგ მას განუცხადეს, რომ მისი სამუშაო აღარ ყოფილა საჭირო. ასევე სახელმწიფო ზრუნვისა და ტრაფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს სოციალურმა მუშაკმა ანა ლომთაძემაც დატოვა სამსახური. მან განაცხადა, რომ არ შეეგუება ავტორიტარულ რეჟიმს და ამავდროულად აცხადებს იმას, რომ სახელმწიფოს ვალი არის, რომ ემსახუროს ხალხს და არა ძალადობრივი ჯგუფების ვიწრო ინტერესებს. ასევე რადიო თავისუფლება ავრცელებს სტატიას, სადაც საუბარი არის იმაზე, რომ დანაშაულის პრევენციის ცენტრმა რამდენიმე სოციალურ მუშაკს აღარ გაუგრძელა ხელშეკრულება. ერთ-ერთი გახლავთ ქუთაისის არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ერთადერთი სოციალური მუშაკი ანა ენდელაძე, რომელიც აცხადებს იმას, რომ 31 დეკემბრამდე აქვს მხოლოდ ხელშეკრულება და ერთ დღესაც უბრალოდ დაურეკეს და უთხრეს, რომ ამ დღის შემდეგ ის უკვე აღარ იმუშავებდა და ამავდროულად როგორც ანა ენდელაძე აცხადებს, მასთან ერთადერთ ფსიქოლოგს აღარ გაუგრძელეს ხელშეკრულება. თანამშრომლობაზე უთხრეს უარი და როგორც რადიო თავისუფლების სტატიაში არის საუბარი, მათ გადაამოწმეს ეს ინფორმაცია დანაშაულის პრევენციის ცენტრში და მათ განუცხადეს და დაუდასტურეს, რომ 2025 წლიდან გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს თანამშრომლებზე და ზოგიერთ თანამშრომელს ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდება.